გამარჯობა, მე ვარ ლინაკო და მე კედლების გალესო არ ვიცი. მაგრამ მე ხო ცოტა ხნის წინ ძალიან ძველი სახლი იმედით ვიყიდე, რომ ყველაფერს ჩემით გადავაკეთებდი. ამიტომ დღეს გავაკეთებ იმას, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია. ლესოს ვიწყებ! 10 თვე გავიდა, რაც ეს სახლი ვიყიდე და ამ სახლის გადაკეთებაზე ვმუშაობ და ამასობაში ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვ და ძალიან ბევრ ადამიანს. ამიტომ მზად ვარ შემდეგი ვიდეო მიუძღვნა ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. შეგიძლიათ ნებისმიერი რჩევა მომცეთ, რასაც განვიხილავ და რასაც ვისაუბრებ, კითხვა დამისვათ და ქვევით მთლიან ველს დაგითმობთ და ველოდები თქვენგან საინტერესო კითხვებს და რჩევებს. ეგ არის ჩართე. გაიცანით ამიკო, ადამიანი, რომელიც წინა ეპიზოდებში მოტანილი ცეპერით ჩემს ძალიან ძველ სახლს ახალ სიცოცხლეს აჩუქებს. ამიკო ამბობს, რომ მოდი ადგილიდანვე მოგიყვებით. ამიკო ამბობს, რომ მთელ სახლს დაფარავს დღეს მხოლოდ პირველი ფენით და დღეს ორი ფენი. ორ ფენას მოასწრებს ერთ დღეში. მე ამბობ, რომ ვერ მოასწრებს. მე ვდებ ერთ ბროწეულს. მეც ერთი ბროწეულს დავუყურებ. აპარატით ლესოში მეც მივიღებ მონაწილეობას და ამ ვიდეოში კომპანია სანდოზე და მათ ცეპერზეც მოგიყვებით. მანამდე ცოტა დრო მივცეთ ამიკოს და სახლის დარჩენილი ნაწილი მოვამზადოთ გასალესად. გგონიათ წინა ვიდეოში ყველაფერი მოვასწარი? ეს კედელი დაგვრჩა. მე შეგინით ერთ კედელს მივაჭრი ბადეს და ეგ არის. დავა. პირველ დღეს ისევ ბადის გაკვირთ ვიწყებ, მაგრამ დამიჯერეთ ეს არის ბოლო ვიდეო და ბოლო დღე, როდესაც ჩემს სახლში ამ ბადეს ვაკრავ. მანამ სანამ ამიკო აპარატს მოამზადებს და სანდოს ცეპერს განყუთავს, მე და ზაალი დარჩენილ ოთახს შევფუთავთ ამ ბადით. აქ მთავარი წესი ის არის, რომ ხელი არაფრით უნდა გავიჭრა, მაგრამ რა თქმა უნდა მაგ წესსაც შემთხვევით ვარ ვარ. შემდეგი დავალება არის სახლის ისევ დაცლა და ეზო ცოტათი მოწესრიგება, რასაც მარტივად უმკლავდები და მორჩა. მზად ვარ, რომ სახლის გალესვა დავიწყო. საერთოდ არ მსმენია ცეპერზე, აქამდე არაფერი. მაგრამ ფოქსელენიკომ გადასცა ცეპერით და იმისთვის რომ ამით გავლესო სახლის შიგნიდან. დამჭირდა ეს უზარმაზარი აპარატი, რომელიც ახლა მოიტანეს, აი აქ წერია რომ ხელი ჩაყოფა არ შეიძლება. ნამდვილად არ შეიძლება ალბათ და ჩემი აზრით აქ ყრიან უბრალოდ ამ ხუნილს და მე იქიდან გამოდის ფითხი, რომელსაც მეც გავლესო. აქ იყრება, აქ ვარეგულირებ წყალს. აი ამ ადგილას ყოლობაში და თვითონ ავტომატურად ორი მოტორი მუშაობს მაგ შემთხვევაში და მესამე ეს არის წყლის მოტორი, წყალს აკარჩავებს აქ. მასალის მოტორის მასალას აყრის აქ და თვითონ ეს მოტორი ზილავს და გამოდის შლანგებში. გალესვა კიდე შენ. ხო. მართლა? როგორ მომშვიდებს ეგ ფაქტი? იმიტომ რომ ამ სახლის მშენებლობის განმავლობაში ჯერ ვერ გავიარე ეგ ეტაპი, რომლის ბოლოსაც ლამაზია სახლი, იმიტომ რომ ყოველი ეტაპის მერე უფრო და უფრო მახინჯდება. კი, გინდა შენც. ხელთაც მალი არ გინდა? ეს ვიძოს მაგ. სხვენში ყოფილ ხარ? ვიცი. მაგარია? მე და საშა ვიცოდით, რომ გალესვა აპარატი ძალიან მარტივი იქნებოდა, მაგრამ ესეთი მარტივი არ გვეგონა. მართლა მარტივი აღმოჩნდა. მართალია მთელს სახლს ვერ გავლესო, მაგრამ დასაწყისისთვის პირველი ფენის განაწილებას გავუმკლავდი. ცოტა საშაც დამეხმარა და დიდი ოთახი სრულად დავფარეთ. ფარავთ ცეპერით. ეს არის გიპერის მსგავსი პროდუქტი, ოღონდ ცემენტის ბაზაზეა დამზადებული და ჩემს სახლს ძალიან მოუხდება, იმიტომ რომ სინესტის არეშინია, ორჯერ უფრო მყარია და ამავდროულად გიპერის მსგავსად წვრილი ფრაქციაა. ამით სახლის შიგნიდანაც გავლესავ და იმედია ამ ვლოგში ფასადსაც მივადგენ. ეს ამ ოთახის პირველი ფენა უკვე მზად არის. კიდე რამდენიმე ფენა დაგჭირდება, მაგრამ ძლივს სახლი იყვრება. არ ჭირე ხო ვიტირე. მაგრამ ბევრი თქვენგანი მაინც მკითხავს, ლინაკო, რატო არ ლესავ ტრადიციული ხერხით? ჩვეულებრივად რო გამელესა მომიწევდა. აქ ყველა მასალის დაყრა. მერე მოძელა. მერე ამის აღება, კედელზე მინაცება, მერე ამის გასწორება. მერე ერთი თვე უნდა დაველოდო რომ გაშრეს. მერე კიდე უნდა გადაუსვა.
კიდე მე და საშა უბრალოდ მივიდივართ აპარატთან და ვყრით და ვხვნილს და თვითონ ურენს წყალს და არებები. არა უშავ. მე დავსვარე კარი. ძალიან მარტივად და მალე კეთდება ყველაფერი და ყველაზე მაგარი ის არის რომ მალე შრება, ანუ ახლა მეორე ფენას დაიწყებს. კი, ძალიან მეორე ფენა არის კიდე წინ. მაგრამ მაგარია ძალიან და ანუ იმდენად უსწორმასწორო კედელია რომ ახლა ლაზერი გავუშვით და გვიწევს ამ სისქემდე რომ გამოვიდეთ. ანუ 7-8 სანტიმეტრი. 7-8 სანტიმეტრი. ეს იმას ნიშნავს რომ ჩემი სახლის ფართობი დაპატარავდება. ეს ნიშნავს რომ მასალები კიდევ უნდა მოვათრიოთ. ეს ნიშნავს რომ ბევრი უნდა გაულესო. ეს ნიშნავს რომ კაი გამოვა. საბოლოო ჯამში. დღეს ორ ფენას მართლა ასწრებს ეს. წავაგე ბროწეული, მაგრამ არ იცის რომ შევჭამე უკვე ეგ ბროწეულები და ბროწეული აღარ არის. როცა დაფარავს ამ ორ ფენას, ხვალ მოვა და დაამაგრებს მაიაკებს, მაიაკები არის რკინები, რომლებსაც არ ვიცი რა მანძილით, მაგრამ ანუ მიამაგრებს ამ კედლებზე, რომ მაგ რკინების მიხედვით გასწორესო. გადი. ჩემ ვიდეო ნანახი გაქციაზე რომ ცეკვავ და რობოკოპს, ვითომ რობოკოპს რო ვაგდებ, ეგრე არის ეს ძაღლიც. გადი. ხო და მე ამ მაიაკებს რო დაამაგრებს, მაიაკებს შორისაც შეასხავს ამ მასალას. მეუბნება რომ 10 დღე მაქსიმუმი არის, რაც დამჭირდებაო და ვნახოთ. მე ხვალდაზე აქ ვერ ჩამოვალ, მაგრამ მაზე ჩამოვალ და ვნახოთ რა მდგომარეობაში დამახვედრებს. მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ლესო დავიწყე რა. აქ დავამთავრო ეს ვლოგი, თუ განახოთ კიდე ზეგ რა იქნება. ვიდეოს რო ამონტაჟებ ხოლმე, ვბრაზობ, რომ სულ ამ ოთახში ვარ და საინტერესო კადრებს არ ვიღებ. მაგრამ დამჯერეთ ამ ოთახს რომ დავამთავრებ, ესეთი ლამაზი იქნება, რომ აი. საშა მაგარია, ხვევით არის და ლესაც. ოთხი საათია ვმუშაობთ, მოვასწარით სულ ორი ფენის გაკეთება მთელ სახლში საათი თხოვდა კი? ბევრგან ითხოვდა თუ ცოტაგან? ბევრგან. ნახევარში ითხოვდა? 80%-ში. ანუ არც წეგანაც გითხარი რა, არც ბროწეული მოიგე და არც მე მოვიგე. ბროწეული მოვიგე. არა, ბროწეული აღარ გვაქვს მეგობარო. პირველზე შევათანხმეთ, რომ პირველ პირზე მოვურჩებოდი, მე ორი მოვურჩი. მაგარი ხარ? კილოცავ. ბროწეული ახარ მაგ. ბროწეული ჭამე, მაგრამ გადავიდეთ საქმეზე. რაც შეეხება საქმეს, ანუ პირველი პირი ალმირება გაკეთებულია, მეორე პირი შევსებულია, შემდგომ ხვალ რაც იქნება დავამაიაკებთ. დამაიაკება, აი რო აქვს ლაზერში. წეგანმეც ხსნიდი და ბარემ შენ. ანუ ლაზერის პირზე ვაყენებ ტესებურებს, ეჟირადებს, ეს შემდგომ მაგას ვიღებთ უკვე კედლიდან რა. დავამაიაკებთ, ჩვეულებრივად გავლესავთ, გავასწორებთ. ანუ დამაიაკების შემდგომ ეგ ბოლო თქვი ჩვენ. დამაიაკების შემდგომ ერთი პირი კიდევ უნდა შეივსოს, ან ორი. ვნახოთ სადაც მოითხოვს რა. კაი, მითხარი, მთელს ჩემს სახლში ყველაზე მეტად რომელი ოთახი გიყვარს? იქთა. ბნელი? კი, იქთ არა, იქთ. დიდი, ჩვენ დიდი ოთახი. დიდი. აი, ყველაზე მეტად რომელი არ გიყვარს? ბნელი. ბნელა და მაგიტო. ამაგარი სახლი რო ვიყიდე, მანდ ვამბობ, რომ ის ოთახი ყველაზე მეტად. არა და ყველაზე კაი ოთახი ეგ არის, წყნარია. მყარია. მყარია. ბნელია. ეს შენი ოთახი იყოს. მას არ ვიჩვევდი. დღეს გავაგზავნებთ ახლა მეორე ფენის გადასმას, ცოტას მე და საშაც დავეხმარებით. და თუ ეს ვლოგი აქ არ დასრულებულა, ესე იგი ახლა უნდა გაჩვენოთ რა დამხვდა ზეგ. ანუ ცოტა დროში უნდა ვიმოგზაუროთ. ანუ ჩემი მაგიური ხელების მოძრაობის დროა. რამდენიმე დღე გავიდა და ახლა მოვედი რომ ვნახო რა ხდება ჩემს სახლში. წესით დღეს მე და ამიკოს ერთად უნდა გავგველესა, მაგრამ სამწუხაროდ სულად გახდა, მაგრამ არა უშავს ახლა ჩემი სახლი ცარიელია და შემიძლია მორიდების გარეშე გადავიღო TikTok-ები და ახლა შევალ ჩემს სუპერ დიდ ოთახში, რომელიც უკვე თეთრად არის გალესილი და ვიდეოებს ვაგზავნინებდი აქამდე და დავაფასოთ ამიკოს შრომა რომ ვიდეოების გადაღებაც შეითავსო, სანამ აქ არ ვიყავი და ახლა ვნახავთ რა ხდება ჩემს სახლში. ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი ნაწილი, რაც მაქვს ნანახი. ვიცი რომ ჩემი დიდი ოთახი არის თეთრი და გალესილი,
აქაურობაც გალესილია. აქაურობა გამოიყურება ასეთად, ანუ უკვე ბედნიერებისგან ძაგძაგები, იმიტომ რომ კედლები არის სწორი და ძალიან მაგარია, ანუ არ არის ეს ბოლომდე მიყვანილი, მაგრამ უკვე ძალიან მაგარია, იმიტომ რომ კედლები არის სწორი. და ბავშვობაში ესეთ სახლებში რომ შევდიოდი, ვფიქრობდი, რომ აი რას ყავს, მაგრამ ახლა რომ ხვდები აქამდე მოსასვლელად რამდენი რაღაც დავჭირდა. არის საოცარი. ეს არის ცეპერი, ნესტგამძლეა, ანუ ძალიან მაგარია. ეხლა გაჩვენებთ ამ ოთახებს. ანუ აქაურობა დასასრულებელია, მაგრამ აი ესეც მომწონს. იმიტომ რომ რაღაცას რომ მსგავსება ეს სახლი უბედნიერესი ვარ. ეს ამოივსება. დაახლოებით 10-12 სანტიმეტრით მომიწია კედლის გასქელება, იმდენად უსწორმასწორო იყო. ბნელი ოთახი გამოიყურება ასე. მე მომწონს. ამების დამაგრებას ეძახის დამაიაკებას. არ ვიცი სხვანაირად როგორ ახსნა, მაგრამ ამასა და ამას შორის სივრცეს შეავსებს შავი მასალით. მე ავიღებთ ამას, ესე დავადებთ და ამის მიხედვით ესე აუსვამთ და კედელი გასწორდება. უპს. ხოდა ეხა არ უნდა გამხდარიყავი რაც უბრალოდ რა ეს არის ეს ოთახი. აუ რა მაგარია. ოთახი ოთახს დამსგავსა. რა მაგარია. ეს კიდე დაუსრულებელია, მაგრამ ოთახი ოთახს რო გავსა, მაგარია. ეს რა მაგარი ოთახი არის. აი ამ ოთახს დავუძახებ მე სუფთას. ჭერი ასე რჩება, აქამდე ვორჭოფობდი, მაგრამ ესე რჩება ჭერი. რაღაცებს მიმოსუფთავებ. აუ რა მაგარია. ძალიან მაგარი. ჯერჯერობით ლესო არის ყველაზე არაბიუჯეტურ მეგობრული ეტაპი რაც ამ სახლში მქონია. კიდე კაი ამით ვასწავლ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ რო გამერესა, თვეები გაიწერებოდა. მაგრამ ესეც მაინც დასრულდება და ძალიან მაგარი იქნება. აი, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ფანჯების გაწმენდაში დამეხმაროთ. არც ისე სანდო, მაგრამ უფრო სწრაფი. და ბოლო 1 საათია, აი ამას ვაწყობ. მინისოდან წამოვიღე ეს კონსტრუქცია. და ვღადაობდი, რომ ჩემ სახლში დიდი მანქანები რომ მოდიან, ხო, შტერდები და მაშინ ვხვდები, რომ რაღაცას ვაკეთებ. და ეხლა მე თვითონ მოვიყვანე რაღაც. ლესვის შედეგებს ცალკე უფრო გემრიელად გაჩვენებ, მაგრამ აქვე გირჩევთ, რომ სანდოსთან თანამშრომლობას თუ გადაწყვეტთ, თუ შეიძენთ მას მასალებს ან მათ აპარატს გამოიყენებთ, ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო, რომ ამ აპარატის გამოსაყენებლად არის საჭირო ფაზა 3. მე არ მაქვს სახლში ფაზა 3, ამიტომ ამ ქალაქის თელმიკოსში ჩავედი, განცხადება დავწერე, რომ შემოეშვათ ფაზა 3 დროებით. და ეხლა რადგან მე ვერ ვახერხებდი მოსვლას და დღეს ამიკოც სულად არის, უნდა ჩავიდე, კვლავ დავწერო ატაკი, რომ გამიგრძელონ, გამიხანგცივონ და ძალიან მაინტერესებს რამდენი მოვა დენის გადასახადი, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება. ამის გამო სხვათა შორის მე გასაშემ დავამოღავით ახლა. აი, ამდენი მიკლია, რომ სანამ ჩემი ხელსანი არ არის, მე თვითონ არ დავიწყო კედლების ეს უბრალოდ კედელს როგორ მოვიყურო, ეგ არ ვიცი თორე ამაში იმ ხულინის ჩაყას რა უნდა და დაუერთებ წყალს და ვსაუბრია. მე ესალვე შეგავამწერებს. როგორ ახალ ელენიკო რა შვები? მანოხე. ვარას თეთრისებია. აი მიხარებია, ისრასისინაჭერია და კედლები. აი ეს პატარა ნაწილი, ეს პატარა რაღაცები, ესენი. მოძრება. მაგარი აბა დავზრიალდი. აბა გაიქეცი გამოიქეცი. აბა ახდევი თავ ჭერს მიარტე ხელი. მაგარია. ამოთახს ტოვებასე და რო დავუშვები, უკვე ლესო უნდა მქონდეს გაგრძელებული. უნდა ვიყო მთლიანად ჭუჭყიანი. ან სუფთა. უნდა მეჭიროს. ამას ვეძახი დიდ შპატელს, მაგრამ არ არის დიდი შპატელი. უნდა მეჭიროს ეს. კედელთან მოვიქე და უნდა ვუსვამდე.
მაგრამ ეს ლაპარაკით არაფერი არ გამოვა. გამით, ლაპარაკით არასდროს არაფერი არ გამოდის, ამიტომ მაგარია ეს ტრანზიშენები. გამოიწერეთ რა ჩემი არხი, დავიღალე. წინა ეპიზოდებში ჩემს სახლში ძალიან ბევრი ნაგავი დაგროვდა. ნაგავი რა, სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც მთლიანად ჩემი სახლის ეზოში მოვათავსებ. და ამასობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ მაგ ნარჩენების გატანაში ან გადმოტანაში დაგეხმარებიო. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი, ავიდეთ 50,000 გამომწერზე და როგორც კი ავალთ, მაქედან ავარჩევ 5 ადამიანს, რომელსაც მოვიყვან ჩემს სახლში და მაგ ყველაფერში დავიხმარებს. სამუშაოდ ძალიან მარტივი და ნაკლებად დატვირთული იქნება, პატარ-პატარა ნივთების გადმოტანა მოგვიწევს. მთლიანად დავასუფთავებთ ეზოს, მოვიყვან მანქანას, რომელიც ამ ნარჩენებს წაიღებს. მერე მოვსხდებით და რამე გებრიელს მივირთმევთ. შეიძლება ბონუსად ლიკურის დაგახვედროთ და საშახო იქნება და იქნება, ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი და მეგობრებსაც უთხარით, რომ ჩემი არხი გამოიწეროთ, თუ ჩემი ვიდეოები მოსწონთ. საერთოდ მოსხედით ხოლმე მეგობრები და ჩემი ვიდეოებს უყურეთ. მარტო მე და ჩემი მეგობრები რო უყურებთ, რომ აი, ხუმრობ, რაც გინდათ ის გეი. ჩამოვხდე? მე წავაგე, მაგრამ ამიტომ მაინც მომიტანა ბროწეული. ნახოთ ახლა როგორია. ხო. ლესვაში მონაწილეობის მიღებას ისევ ვაგრძელებ. თან რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტს ვსვლესავთ, შედეგითაც უფრო კმაყოფილი ვარ და მოტივაციაც უფრო დიდი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს და საბოლოოდ სარიელ სახლში დავტკბე ამ ყველაფრით. ოჩა. Number 1. თან როგორც უდადაცა უნდა გამომდიოდეს, მაინც რაღაცებს ვსწავლობ და ყოველ დღე ჩემი აზრით იმაზე ცოტათი უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე წინა დღეს ვიყავი. და ეგ აზრი მამშვიდებს. მე რო ასეთ ნახრეტებს ვტოვებ ჩემივე სახლის კედელში. კიდევ ერთი დღე. აქ საბედნიეროდ დღის შუქზე მიწევს მუშაობა და ყველაფერი გაცილებით მარტივია. ყველაფერი გაცილებით მარტივი ჩანს, მაგრამ შესასრულებლად იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. აქ მართლა ძალა არის საჭირო, მაგრამ ტექნიკა იგივეა. მართლა მოგვიწია, რომ კედელი ძალიან გაგვესქელებინა, მაგრამ ეს ფაქტი ნერვიულობაზე მეტად უფრო მამშვიდებს. იმიტომ რომ სახლი უფრო მყარია და დარწმუნებული ვარ, რომ ნესტი სახლში ვეღარ შემოაღწევს. ახლა უკვე ახალი სახურავი მაქვს, კედლებიც ახალი გალესილია და წესით ზამთარი ცოტათი უფრო მშვიდი და მყუდრო უნდა იყოს. მესამე ბლოკი უნდა დავადოთ უკვე. დღეს გვაქვს ჩემი სახლის ლესვის ბოლო დღე. ყველა ტირის, იმიტომ რომ არ უნდა ამ სახლთან დამშვიდობება. აი. სახლი გავლესეთ შიგნიდანაც. ახლა გავლესეთ გარედან. გაზაფხულამდე ასეთ მდგომარეობაში იქნება ჩემი სახლი, გაზაფხულისთვის მოვიფიქრებ წევიდან ეს გაკეთება შეიძლება. სახლი ილესება ასე. ნახეთ. გარედან დავბრიზგეთ. გარედან დავბრიზგეთ. რო შევინარჩუნოთ. მიკან ნახე? იმით დავბრიზგეთ, რომ შევინარჩუნოთ რა, ანუ ბლოკის და აგურისის. რომ ბლოკის და აგურისის შევინარჩუნოთ. სიმყარე არ დაიშალოს. ასე დასრულდა ჩემი სახლის ლესვაც. შემდეგ ეპიზოდში გაჩვენებთ შედეგებს და თქვენ მიერ დატოვებულ კითხვებს გავცემ პასუხს. აქედან ძალიან დიდი მადლობა კომპანია სანდოს დახმარებისთვის და ამიკოს ამ დახმარების სწორედ გამოყენებისთვის. და რადგან მე თვითონაც არ ვიცი, შარშანდელი ზამთრის ლინაკოს ვკითხავ. ლინაკო, შენი აზრით ახალ წელს შევძლებ რომ ამ სახლში შევხვდე? სითბო მექნება? რავი რა.